for the undisputed. ბელალი ამბობს, რომ თოფურიას პატარა კაცის სინდრომი აქვს. უმარ ნურმაგომედოვის აზრით, არც ერთი ერი არ არის უკეთესი მეორეზე. ხაბიბ ნურმაგომედოვი ამბობს, რომ მათი მეგობრობა უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე ნებისმიერი ქამარი. თუ შენ მოგწონს UFC და MMA, ეს ახალი ამბები შენთვის არის. საერთაშორისო საბრძოლო კვირამდე დარჩენილია 64 დღე. თუმცა UFC 317-ის ივენთი ჯერ კიდევ არ გამოცხადებულა. მაშინ, როცა წინა წლებში ამ დროისთვის უკვე ყველაფერი გამოცხადებული იყო. მე მგონი ჩვენი მოლოდინები არ მართლდება, მაგრამ მაინც არის შანსი, რომ რაიმე ხმაურიანი ივენთი გამოცხადდეს. შენც გჯერა? ჩვენ მიგჯერა? ბელალ მუჰამედი ამბობს, რომ თოფურიას პატარა კაცის სინდრომი აქვს. თოფურიას პატარა კაცის სინდრომი აქვს. ის წინ წევს მკერდს და ცდილობს უფრო დიდი გამოჩნდეს. ცდილობს, მაგრამ რეალურად არც ტრეშ-თოქი გამოსდის და არც საუბარიო, ამბობს ბელალ მუჰამედი. ის თავს ისეთ ტიპად აჩვენებს, როგორც რეალურად არ არისო. კითხეს ისლამის და თოფურიას ბრძოლაზე. მე კი ვთქვი, რომ ისლამი ძალიან დიდია და რომ ეს ილიასთვის ძალიან ცუდი ბრძოლაა. როგორც ჩანს, ილიამ ეს წინადადება შეურაცხმყოფელად მიიღო. და თქვა, რომ ნამდვილი ჩემპიონი არ ვარ, რომ მე ბანძი ვარ. ჩვენ შორის ორი წონითი კატეგორიაა და ეს ბრძოლა ვერ შედგება. მაგრამ თუ საუბარი უნდა მზადვარო. განაცხადა ბელალ მუჰამედმა MMA ჯანკისთან ინტერვიუში. უმარ ნურმაგომედოვის აზრით, არც ერთი ერი არ არის უკეთესი მეორეზე. არ შეიძლება ერის გაკრიტიკება, ეს ერთი ადამიანი კი არა, მთლიანი ერი გახლავთ. მასში არიან ძალიან კარგი ხალხიც და არიან ძალიან ცუდიც და ამისგან არავინ არ არის დაზღვეული. ჩემი აზრით, არც ერთი ერი არ არის უკეთესი სტატუსით. ერი არ არის ის, რასაც ირჩევ. შენ უბრალოდ იქ დაიბადე. ღმერთმა გადაწყვიტა სად მოხვდებოდი და მე ამბობ, რომ შენი ერი ყველაზე კარგია? რა კრიტერიუმებია ეს? ეროვნული კუთვნილებით ვერასოდეს აჯობებს ერთი ადამიანი მეორეს. ეს უბრალოდ შეუძლებელიაო. ამბობს ბულინგის მსხვერპლი უმარ ნურმაგომედოვი. ამბობს უმარ ნურმაგომედოვი. ტიპირა დააბუნიგვეს. მოვსარ ევლოევმა დაასახელა 3 პრეტენდენტი, რომლებთანაც იბრძოლებს ქამრის მოპოვების შემდეგ. 3 პრეტენდენტი ტიტულის დაცვისთვის. იაირ როდრიგესი, რადგან ის რეიტინგში უფრო მაღლაა. ჯინ სილვამ ძალიან კარგად იასპარეზა. მას ზედიზედ 5 ფინიში აქვს. და რა თქმა უნდა, ალექსანდრ ვოლკანოვსკი, რადგან არავინ იმსახურებს ტიტულისთვის ბრძოლის შანსს უფრო მეტად ვიდრე ალექს ვოლკანოვსკი. ხაბიბ ნურმაგომედოვის თქმით, მათი მეგობრობა ბევრად უფრო ფასეულია ვიდრე ნებისმიერი ქამარი. ისლამს სურს, რომ ქვესაშუალო წონაში იბრძოლოს. მაგრამ ჩვენ ვერ გადავდივართ ამ წონაში, რადგან იქ ბელალია ჩემპიონი და ის ჩვენთვის ძალიან ახლო ადამიანია. ჩვენ ვერასდროს გავცვლით ჩვენს ურთიერთობას ქამრებზე. ჩვენ უბრალოდ ასეთი ხალხი არ ვართ. ვინც ჩვენ ამას გვთავაზობს, უბრალოდ ვერაცნობიერებს ჩვენ რას შვებით. რას ვსაქმიანობთ და რას ვაკეთებთ. სწორედ ამიტომაც გვაქვს განსხვავებული ხედვები. მე მთელი გულით ვუსურვებ ბელალს გამარჯვებას. განაცხადა ხაბიბ ნურმაგომედოვმა. დღეისათვის სულ ეს იყო. მადლობა რომ მიყურეთ. გამოიწერეთ არხი და დალაიქეთ ვიდეო.